როგორც ხედავთ, უკვე 6 ქართველი მებრძოლი და 2 ჩემპიონი ყავს UFC-ში. მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია, რომან დოლიძე, გიგა ჭიკაძე, გურამ ფუთათელაძე და ალექსანდრე თოფური. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვატო გუნჯილია, თქვენ ახლა იმყოფებით ჩემს არხზე. დღევანდელ ვიდეოში კი საუბარი მექნება ალექსანდრე თოფურიაზე, მის ბრძოლაზე და გამარჯვებაზე და ასევე ქართველ მებრძოლებზე, რომლებსაც უკვე ჩაენიშნათ ბრძოლები. ასე რომ აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, თუ ჯერ კიდევ გამოწერილი არ ყავართ. ეხლა კი მოდი დავიწყოთ. რა თქმა უნდა, მინდა ალექსანდრეს მიულოცო პირველ რიგში ამ ბრძოლაში გამარჯვება. ძალიან მაგარი ბრძოლა და გამარჯვება იყო, გილოცავ კიდევ ერთხელ ჩემო ძმაო. ამასთან დაკავშირებით ვიდეოც გადავიღეთ, ბიჭებმა ვიდეო რეაქციაც გადავიღეთ, სადაც უყურებდით ბრძოლას, მაგრამ სამწუხაროდ გავს რაღაცებს UFC უკვე მიბლოკავს. ალექსანდრე. Let's go! კარგად ვსწავლობ. არის ამ ბრძოლის შეფასება აუცილებლად მინდა. მოდი დავიწყებ იმით და ვიტყვი, რომ ალექსანდრემ ამ ბრძოლით ნამდვილად სერიოზული განაცხადი გააკეთა bantamweight დივიზიონში. იგივე წონით კატეგორიაში, სადაც მერაბ დვალიშვილი იბრძვის. ამ ბრძოლით მოკლედ გვაჩვენა თავისი ჭიდაობის უნარები, თავისი სტრაიკინგის უნარები, თავისი ground and pound, grappling-ი, კონტროლი, ასე შემდეგ, ყველაფერი, მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის, მე რაც შევამჩნიე, რაც დავიჭირე და რისი თქმაც მინდა თქვენთვის. ჩემი აზრით ალექსანდრე ძალიან მაგარი მატერიალი არის როგორც UFC-სთვის, ასევე აუდიტორიისთვის და ამ ყველაფერს ახლა ავხსნი რას, როგორ და რატომ. მაგრამ თავარი არ დაგვაუწყდეს ხალხო, რომ ალექსანდრე თოფურია არის ილია თოფურიას თავარი სპარინგ პარტნიორი, ხო? როდესაც ილია თოფურიას თავარი სპარინგ პარტნიორი ხარ, ის დონეზე არა, მასთან მიახლოებულ დონეზე მაინც უნდა იყო. აი საერთოდ ნანახი თუ გაქვთ რა შვებიან მაგალითად მერაბ დვალიშვილის სპარინგ პარტნიორები, მუინ გაფურობს მოვიყვან მაგალითად, მუინმაც იგივე ქარზე იჩხუბა, სადაც მერაბმა, მუინიც დაუმარცხებელ იაპონელ მებრძოლს შეხვდა სხვათა შორის და თან მუინიც ანდერდოგი იყო და სამივე რაუნდი ცემა მოკლედ თავისი მოწინააღმდეგე ორჯერ ნოკდაუნში გაუშვა. 2 დღის წინ ერთ-ერთმა მერაბის სპარინგ პარტნიორმა მოიგო ქამარი არიზონაში, შონომალის გუნდელი დაამარცხა, დაჟე შონომალი ყავდა მას კუთხეში და ანუ რისი თქმა მინდა რა. სპარინგ პარტნიორი ზოგადად იგივე დონეზე თუ არა, მიახლოებულ დონეზე მაინც უნდა იყოს მებრძოლთან, თუ სხვა შემთხვევაში ძალიან დაიჩაგრება. გასაგებია რომ სპარინგ პარტნიორი ხარ ეს ერთი, მაგრამ აქ კიდევ ერთი მომენტი ის არის მეგობრებო, რომ ცოტა უფრო პროფესიონალურად ავხსნი. სპორტსმენები ვინც მიყურებთ, დარწმუნებული ვარ, ალბათ ყველას ყოლიათ ან ყავთ ისეთი გუნდელი, ვინც ზოგადად დარბაში სპარინგებს და ასე შემდეგ ძალიან მაგარია, ყველას ერევა, ყველაფერს აკეთებს, მაგრამ შემდეგ სამწუხაროდ ამ ყველაფრის გატანა ოქტაგონზე არ შეუძლია. და რეალურად იმიტომ ვარჯიშობთ, დამუშავებებს იმიტომ ვაკეთებთ, ზოგადად ვარჯიშების იმისთვის არის საჭირო, რომ ეს ყველაფერი ტექნიკები, რასაც სწავლობთ და ვაკეთებთ პრაქტიკაში, შემდეგ ოქტაგონზეც გავიტანოთ, ხო? ალექსანდრეს შემთხვევაში ეს პრობლემაც მოხსნილი გვაქვს, ესე ვთქვა. საკმაოდ დამაჯერებელი იყო ალექსანდრე ოქტაგონზე ბრძოლის დროს, თავის თავში დარწმუნებული, ესე ვთქვათ. ჩემი აზრით, ალექსანდრეს შეუძლია თავისი დაგროვებული გამოცდილების ეტაპობრივად და ნელ-ნელა ოქტაგონზე გამოტანა და ამის ჩვენება ყველასთვის. ბრძოლიდან ბრძოლამდე დარწმუნებული ვარ, რომ ალექსანდრე ძალიან მაგრად გაიზრდება, მოუმატებს მის ტემპს, სტილისტიკურ დომინირებას, აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელს და რადიკალურად განსხვავებული მებრძოლი ჩამოგვიყალიბდება. სურათებსაც კი აკეთებენ ხოლმე ამაზე, მაგალითად როგორი იყო მებრძოლი UFC-ს დებიუტის დროს და როგორი არის ეხლა, როდესაც მაგალითად ჩემპიონი არის ან რაღაც კონკრეტულ დონეზე იმყოფება. აქვე ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა მეგობრებო, ზოგადად შეიძლება ტრეშ-თოლკით არ გამოირჩეოდე, არ ყავდეს რაღაც კარგი მარკეტინგული გუნდი და არ ქონდეს კარგი პიარი და სპონსორები არ ყავდეს. შეიძლება სანახაობრივი მებრძოლი არ იყო მაგალითად, შეიძლება რაღაც UFC-ს არ უყვარდე, მაგრამ თავარი რა არის? თავარი არის რომ იმარჯვებდე და ბრძოლებს იგებდე. ეს არის ყველაზე მთავარი და შემდეგ ეტაპობრივად ყველაფერი დაალაგდება. ასე რომ ეხლა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ალექსანდრესთვის არის ის, რომ უბრალოდ გააგრძელოს გამარჯვებების სერია. აი ამ ყველაფერსო ცოტა სხვანაირად შევხედოთ, UFC-სთვისაც ძალიან საინტერესო არის ალექსანდრე თოფურიას პერსონაჟი. აი უბრალოდ შეხედეთ როგორი მარკეტინგული სტორილაინი იკვრება. ილია ჩემპიონი, შემდეგ ჩემპიონის მის დებიუტი UFC-ში, ჩემპიონი მისი ძმის კუთხეში, გამარჯვება, შემდეგ უკვე როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, ხო წარმოგიდგენიათ. უკვე გაყიდვადი არის და რაც ზოგადად გაყიდვადიც არის UFC-სთვისაც ძალიან საინტერესოა, ასე რომ ვფიქრობ ძალიან საინტერესო ვიდეო
ვიდეოებს გადაიღებს UFC ზოგადად ძმების ისტორიაზე. საინტერესო ბრძოლები და ისტორიები და უფრო დიდი საგმირო საქმენი ველოდება წინ. და როგორც სეტანტამ დაპოსტა, რომელიღაც სეტანტას გვერდზე დაიპოსტა, რომ ძმები თოფურიების ერა დაიწყო, ნამდვილად ძმები თოფურიების ერა დაიწყო. მე მგონი მოკლედ კარგად შევხურდით მეგობრებო. აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მერაბ დვალიშვილს მივმართო, მერაბ თუ უყურებ ამ ვიდეოს. დაბრუნდი ლას-ვეგასში. 15 მარტს ზუსტად ერთ თვეში გველოდება რომან დოლიძის რემატჩი მარვინ ვეტორის წინააღმდეგ, ანუ რომან დოლიძე მარვინ ვეტორი 2. წინა ბრძოლაში სამწუხაროდ დავმარცხდით, ძალიან ახლო ბრძოლა იყო მეგობრებო, ვინც ამას უყურებდით. ბევრი დღემდე განიხილავს და არ ეთანხმება საჯების გადაწყვეტილებას, მათ შორის მეც, მაგრამ იმდენად ახლო ბრძოლა იყო, ძალიან რთული იყო გადაწყვეტილების გამოტანა თუ ვინ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში, მაგრამ მიეცა რომანს კიდევ ერთხელ შანსი, რომ რემატჩი გააკეთოს ვეტორისთან და ამ შემთხვევაში ნამდვილად გამარჯვებას ვაპირებთ. ამ ბრძოლაში გამარჯვებით რომანს უკვე 3 გამარჯვება ექნება ზედიზედ და ძალიან მიუახლოვდება ქამარზე ბრძოლას ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, მარვინ ვეტორი არ არის მარტივი მოწინააღმდეგე, მაგრამ რომანმა ბევრი ცვლილებები შეიტანა ზოგადად მომზადებაში, ბრძოლის სტრატეგიაში და ასე შემდეგ და თავიდან მოვყვები, როდესაც რომანი UFC-ში მოხვდა და ნოკაუტებით და ფინიშებით იგებდა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ ზოგადად ხერხი ჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსაო, ესეთი რაღაცა გაგიგიათ, ალბათ ყველას დარწმუნებული ვარ. უნდა გქონდეს კონკრეტული სტრატეგია და თუ მით უმეტეს გააქვს გაცილებით უფრო უსაფრთხო სტრატეგია, რითაც შეგიძლია გაიმარჯვო. ჩემი აზრით, მე მგონი უკეთესი არის, რომ ამ სტრატეგიას მიყვე და ნაკლები რისკები აიღო, ზუსტად იგივეს გააკეთებს რომანი, რაღაც ცვლილებები გააკეთა მომზადებაში, მის საბრძოლო სტრატეგიაში და ასე შემდეგ და ყველაფერი კარგად იქნება. როგორც თქვი, რომანი ლას-ვეგასში არის, ემზადება, კემპში აქტიურად არის ჩაბმული, ექსტრიმ კულტურაში ვარჯიშობს. ყველაფერი კარგად მიდის, ვეცდები რომ ამ დღეებში რაღაც ვიდეოებიც დაგაწიოთ ძია რომანთან ერთად გადაღებული. და არ დაგვავიწყდეს რომ 5 აპრილს გვიბრუნდება გიგა ნინძა ჭიკაძე. ბოლო ბრძოლა გიგამ ბრენდონ ალენთან ჩაატარა, სადაც თელის ტრავმა მიიღო და სამწუხაროდ დამარცხდა, მაგრამ ეხლა კიდევ ერთი ძალიან კარგი შანსი აქვს რომ დაბრუნდეს და მოიპოვოს გამარჯვება. მისი მოწინააღმდეგეა 30 წლის დევიდ ონამა, რომელსაც 13 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს. მას 4 გამარჯვება აქვს საბმიშენით, მე რაც ვნახე, მაგრამ მაინც სტილისტიკურად უფრო დგომის მებრძოლი არის და ასევე გამარჯვებები აქვს ნოკაუტებით და ტექნიკური ნოკაუტებით, ასე რომ ვფიქრობ, რომ გიგასთვის კარგი მაჩაპი იქნება, სტილისტიკურად საინტერესო ბრძოლა იქნება. წარმატებას ვუსურვებ, რა თქმა უნდა, გიგას. დეტალურ განხილვას გავაკეთებ, როდესაც უფრო ახლოს იქნება გიგას ბრძოლა ჩვენთან. და როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, ქართველებს უკვე UFC-ში 6 მებრძოლი და 2 ჩემპიონი გვყავს, რაც პირადად მე ძალიან მახარებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რიცხვები ძალიან მალე გაიზრდება და წლის ბოლომდე 10 მაინც ვიქნებით, თან გვაქვს ამის ყველანაირი მოცემულობა და შესაძლებლობა. არიან უკვე ბიჭები, ვინც ნამდვილად არიან UFC-ის დონის მებრძოლები და უკვე რაღაც ეს პატარა კარიერული შტრიხები არის დარჩენილი, ეს მენეჯერული ამბები, UFC-ში გადამსვლელი ამბები და რაღაცეები, რაც როგორც წესი არ ჩანს ხოლმე რთული, მაგრამ პრაქტიკაში საკმაოდ ისეთი ტვინის ბურღია ხოლმე ესე რო ვთქვა რა, ეს დოკუმენტები და ცვლილებები და კონტრაქტები და ასე შემდეგ საკმაოდ დიდი ტვინის ბურღი არის, მაგრამ განსაკუთრებით ქართველებს 2 ჩემპიონი ყავს UFC-ში და არიან ქართველი მებრძოლები, თითქმის ყველა ტოპში არის, ესე ვიტყოდი, ალექსანდრის გარდა, რომელმაც 2 დღეა დებიუტი გააკეთა. ფაქტობრივად ზენიტში ვართ, ხო, ამ სპორტში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქართველები და საქართველო, საერთო საქმეს ვაკეთებთ, ყველა ამას გულისხმობ, პირველ რიგში ქვეყნისთვის და შემდეგ სხვა სპორტსმენებისთვის, რომ ყველას გაეხსნას კარები, ასე რომ ჩვენი 2 ჩემპიონი კიდევ ერთხელ არის იმის დამამტკიცებელი ფაქტი, მეგობრებო, რომ ყველაფერი შესაძლებელი არის, გააგრძელეთ უბრალოდ შრომა ვარჯიში. სხვათა შორის ამირან გოგოლაძე არის ძალიან ახლოს UFC-ის კონტრაქტთან, ეხლა ყოველდღე ვარჯიშობს, ძალიან მკაცრ დიეტაზე არის და ელოდება რომ იქნება მოკლევა და შეაიღოს UFC-ში ბრძოლა ან ვინმე ამოვარდეს და ჩაენიშნოს მას ბრძოლა. ამიტომ ვეცდები რომ შემდეგი ვიდეო ჩავწერო ამირანთან, თუ რამე კითხვები გექნებათ თან დაკავშირებით მასთან ან თუ რამე მისი აზრი გაინტერესებთ, აუცილებლად დააკომენტარეთ ამ ვიდეოს ქვევით და მე ამ კითხვას მას აუცილებლად დავუსვამ. მე კი დროებით დაგემშვიდობებით მეგობრებო, პოზიტიურ ნოტაზე აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხით თუ ჯერ კიდევ გამოწერილი არ ყავართ და მოკლედ საქართველოს გაუმარჯოს.